აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბათუმის სანაპირო ზოლი დაათვალიერეს და ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. მხარებმა იმშელეს ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის, არდაგანის ტბის ტერიტორიის განახლების, საგზაო, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებს. Ვიმსჯელეთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტზე, რაც დაგეგმილი არის ჩვენს რეგიონში, როგორც მაღალმთიანეთში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ასევე რა თქმა უნდა, ქალაქ ბათუმში. გავიარეთ კონკრეტული დეტალები, თუ როგორ უნდა განვითარდეს პროექტები, რომელიც დაკავშირებულია სანაპირო ზოლთან, ბათუმის ბულვართან. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც შეუწყობს რეგიონის განვითარებას ხელს. ბათუმში გავუმართეთ შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან, სადაც განვიხილეთ ყველა ის პროექტი, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს და სამომავლოდ განახორციელებს, მათ შორის არის მასშტაბური პროექტები, ეს არის ბულვარის რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ტურისტული პოტენციალის გაძლიერებისთვის და ასევე ყველა ის მიმართულება, რომელიც ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტებს შეადგენს, ეს არის სკოლები, ბაღები, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ასევე გავაგრძელებთ ბათუმში ურბანული განახლების პროექტს.